ავღანეთში ამ დროისთვის 43 ქვეყნის სამხედროები არიან მობილიზებულნი. ობამას ადმინისტრაციის მიერ ავღანეთში ახალი სტრატეგიის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომი ამ ქვეყანაში ახალ ფაზაში გადავიდა. ამ ახალი სტრატეგიის შესახებ ვაშინგტონის კანონმდებლები მთავრობის წარმომადგენლებთან ინტენსიურად მუშაობენ. რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნების თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და განსაკუთრებით პაკისტანის გასააქტიურებლად. უნდა გავზარდოთ მათი მოტივაცია, შესაძლებლობები და გავაძლიეროთ ამ ქვეყნების ჩართულობა პროცესში. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მასალის ტრანსპორტირებასა და სამხედრო ბაზების მიმართულებით მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია. ავღანეთის მისიაში თურქეთის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და იორდანიის წვლილის აღნიშვნის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის წევრებს განუცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებიდანაც ელოდა დახმარებას. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქვეყნების რაოდენობის გაზრდაზე, ვინც ამ მისიაში ჩვენთან ერთადაა. ჩვენი ახალი სტრატეგია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამ ბრძოლაში უფრო მეტი სუბიექტის ჩართვა. უფრო ადრე ნიუ-იორკის დასავლურ აკადემიაში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონში დამატებით 30,000 ამერიკელ სამხედროს გაგზავნიდა. ისიც დაძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად იყო ავღანეთიდან თავისი დანაყოფები 18 თვის შემდეგ 2011 წლის ივლისისთვის გამოეყვანა. ბარაკ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმედოვნებდა ამერიკის გვერდით მეტი ქვეყანა დადგებოდა. რადგან ეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია, მოვუწოდებ ამერიკის მოკავშირეებს წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. ზოგიერთმა მათგანმა უკვე გაგზავნა დამატებითი ძალები და ვიმედოვნებთ უახლოეს დღეებში მათ სხვებიც მიბაძავენ.